დედამიწა უარყოფითად, ვისი გონება და ვისი ფსიქოლოგია რაღაცას უძლებს, ვიღაცას ფსიქოლოგია ამას ვერ გადააქვს, იმიტომ წამოვიდა ძალიან ბევრი დაავადებები, პრობლემები, ხშირია ადამიანებში ჩამოყალიბებული როგორც ფსიქოლოგიური დაავადება, ისე სომატიკური დაავადებები, წამოსული არის მთელი რიგი საკითხები, ისეთი როგორიც არის მაგალითად რომ ვეღარ ვითარდებიან, განვითარება ვეღარ ხდება, ხელი შემშლელი ფაქტორები აქვს ადამიანს, თუნდაც სამსახურობრივი, თუნდაც რაღაცის გაკეთება უნდათ, ფსიქოლოგიურად არიან ნერვოზული ფონია მაღალი, ასეთ გაჭირებულ მდგომარეობაში არიან, ქუჩაში დავდივართ სხვა ქვეყნებს რო აღარ შევხვდით, ჩვენ ქვეყანაში დასტრესულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ არის ძალიან გახშირებული მკვლელობები, დანაშაული, ერთმანეთზე აგრესია, ჩხუბი, კამათი, აღარ არის მეზობლობა, მეგობრობა, სიყვარული, სითბო, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვართ ჩვენ ერთმანეთზე, ერთმანეთში გამოხატვაზე, იმ სიყვარულის გამოხატვაზე, იმ სითბოს გამოხატვაზე და ეს რომ გამოხატო და მიიღო პირველ რიგში უნდა მიიღო ზეციურად უნდა მიიღო ჯერ ეს ენერგიები, ეს დადებითი ენერგიები, რომ დადებითი ენერგიების ქვეშ იყო რომ გააგრძელო შემდგომში მატერიალურში გადმოიტანო და მატერიალურში მოხდეს მერე ამ ენერგიების განხორციელება, იმიტომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ამ ენერგიების ქვეშ როდესაც ვცხოვრობთ, როდესაც შენ გვერდით ადამიანი მოდის, შენ ამ დადებით ემოციას რომ ენერგიებს რომ გადასცემ, გამოხატავ ამ დადებით ემოციებს, ისაც იმუხტება და ამ ენერგიების ქვეშ ყვება და ამიტომ არის ერთმანეთში და ზოგადად ადამიანები მერე ჰარმონიაში, სიმშვიდიან, ყველაფერში ხელი ეწყობა, ცხოვრებისეულად კარგად არიან, მაგრამ როდესაც უარყოფით მოხდებით თუ არა, უარყოფით ნეგატიურ ენერგიებში, მდგომარეობაში, ადამიანებში მოდიხარ დასტრესილი და უკვე სახლში ხედავ რომ რაღაცა ვერ ახარ კარგად, პრობლემების ქვეშ ახარ და მერე ეს უკვე ქვეცნობიერი ამას იმახსოვრებს და იმპულსურად გადმოგცემს შენ ამებს, მერე თავის ტვინი გაწვდის ამას და აქედან გამომდინარე ეწყება მერე რომ ეს რატო ვიძახით ნეგატივი რა არის ნეგატივი უარყოფითი ენერგიების შემოსვლა და დადებითი ენერგიების დაცლა ადამიანის სხეულიდან ეს არის მეტი არაფერი და ამას უნდა ზუსტად ბალანსი ამის ბალანსი რომ გავაკეთოთ პირველ რიგში სულიერება უნდა ავწიოთ და ეს სულიერება ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ავწიოთ უნდა განვითარდეთ უნდა სულიერად უნდა ვიყოთ მაღლა სიმშვიდე სიყვარული ურთიერთობები და ჩვენ რას ხედავთ რომ და ძალიან მინდა ყოველთვის რომ შევეხო იმ თემას მე ახლა გვარებით და სახელებით არ დავიწყებ ვიღაცებზე საუბარს და ღმერთმა დამიფაროს რომ მე ვიღაცას შევეხო მაგრამ აუცილებლად მინდა რომ შევეხო იმას რომ თვითონაც ნახეთ ტელევიზიებიდან ყველაფერი ნეგატივს გვაწვდიან იშვიათად რომ რამე სახალისო ან რაღაცა ბედნიერი კარგი რაღაცა გავიგოთ სულ 24 საათი ისგვეს ვის მოკლეს დაჭრეს უზრდელობა უზნეობა სიბინძურე გადმოდიხარ მეორე მხარეს პოლიტიკაშია ჩართული ხალხი უზნეობა სიბინძურე რა სიტყვებით რა მიმართვებით არიან ერთმანეთს ამას ბავშვებშიც იმიტომ არის დაძაბული ამას ბავშვებზე ყველაზე მეტად აისახება და ყველაზე მალე ბავშვი იღებს ამ ყველაფერს და ამიტომ არის რომ მთელი რიგი ბავშვებში დაავადებები აგერ ვეხებით ხოლმე რომ და ხშირად გვესმის ყველასაგან რომ ძალიან გაიზარდა თუნდაც ეს ბავშვებში დაავადებები რასაც ქვია ნერვოზული ფონი არის ვიღაცას ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემა ძალიან ხშირად სუიციდამდე მიდიან ბავშვები ეს არასრულ ცნობები და თუნდაც დასრულები რატომ მიდიან იმიტომ რომ ვერ ხარშავენ რაღაცებს მოდის ამ სიტყვაზე მაგრამ ვერ ხარშავენ ამას ანუ ის რა მდგომარეობაც მათში არის მათში დევს და ტვინი განკარგულებას რასაც აძლევს თვითონვე ემორჩილებიან ამ ყველაფერს გააზრების საშუალება არ აქვს რომ ეს რა ხდება რა ეს ინფორმაცია რომ მიიღო და შინაგანმა იგრძნო რაღაცა ცუდი ხო რომ ეს გაფრთხილდო თქვა რა არა კაცო ეს რატომ გავაკეთო ეს ხო ცუდია იმიტომ რომ თვითონ არიან უკვე პარალიზებულები არიან ადამიანები
დამონავებული, დამორჩილები არიან მდგომარეობას და ამ მდგომარეობიდან არის ის, რაც ხდება და სადამდესაც ადამიანი მიდის და რაც ბოლოში რითაც მთავრდება და რა პრობლემების წინაშეც ვდგევართ. თუნდაც ეს აუტისტური სპექტრი, ეს ჰიპერაქტიულობა, ეს დაუნის სინდრომი, ეს ყველაფერი საიდან მოდის? ეხლა დგანან და მეცნიერების საზოგადოებაში სულ ერთ და იგივე თემა მიდის, რომ იცით რა არის, რომ აი იმის ბრალია, აი ამის ბრალია. ძალიან პირველ რიგში რისი ბრალია? პირველ რიგში ეს აუცილებლად პირველ რიგში უნდა დავახენოთ, წინ უნდა დავახენოთ ჩვენი ცხოვრება, მშობლებზეა საუბარი ახლა, როგორი ცხოვრები ცხოვრობთ, რა სულიერება გაგვაჩნია, რა სულიერი საზრდოთი ვიკვებებით და ამ სულიერი გამოკვებული საზრდოთი გამოკვებული ორგანიზმიდან ჩვენ მით უმეტეს დედა, რომელიც მიმბული ყავს შვილი, რას აწუდის? მას პირველ რიგში ეს, აი ზუსტად იმ ენერგიებზეა საუბარი. მეორე, მასიურად მიდის ამისაც რა, იმისაც რა, აი ეს აუცილებელია, შემოაგდებენ რაღაც, აუცილებლად ეს ბავშვები ამით უნდა აიცრან, იმით უნდა აიცრან და გადახედონ სტატისტიკას და ძალიან ბევრ ქვეყნებში ზრდებენ უკვე იმას, რომ აცრება იმოქმედა, აცრება იმოქმედა. რა თქმა უნდა, ეხლა ვისაც ხელთ ეწრიფება ამ აცრებთან, ისინი არ ელაპარაკებენ ამას. აი ვინც მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ და გამოკვლევებს ატარებენ, ისინი ზრდებენ ზუსტად ამ ფაქტებს.